გადაცემის მეორე ნაწილში მუსიკალური აღმოჩენით ვბრუნდებით. 5 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ჯაზურ სტანდარტებს აკორდეონზე ასრულებს, კაფე ზინგერში ვიპოვეთ და ისიც გავიგეთ, რომ ჩვენამდე საინტერესო კვინტეტი საქართველოში სტუმრობის დროს რიშარ გალიანოს აღმოუჩენია. აკორდეონი, ვიოლინო, პიანინო, დრამი, დასარტყამი ინსტრუმენტი და ბასი სტუდიაში უკვე გაშლილია და ჯგუფი The Warriors კვინტეტიც გვიანი შუადღის მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. ესეთ ჯაზური სტანდარტების აკორდეონზე შესრულება მართალია კვინტეტი, რომელიც დღეს ჩვენ აღმოვაჩინეთ კვარტეტის სახით არის დღეს ჩვენთან წარმოდგენილი და ერთი წევრი აკლია, მაგრამ შესრულებას ალბათ წუნს ვერ დაუდებდა ჩვენი მაყურებელი, იმიტომ რომ მართლაც არაჩვეულებრივი იყო და ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი სტუმრები არიან მუსიკოსები ერიკ ჯანიკიანი, ვანიანო ხაჯიძე, გია მახარაძე და ბაჩო ამანათიშვილი და ჩვენამდე ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა აღმოაჩინა ეს ჯგუფი, ხო? ეს იყო გალიანო, სწორედ მისი მუსიკით დაიწყო ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი და ალბათ პირველი შეკითხვა ბუნებრივია ეს იქნება თქვენი შეხვედრა გალიანოსთან, იმიტომ რომ მე ვიცი რომ მან თქვენც მოგისმინათ და საინტერესოა მისი შეფასებები. როგორ მოხდა საერთოდ ეს შეხვედრა? მოდი აქედან დავიწყოთ. სრულიად მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი.
ჩემმა მეგობარმა ვისაც ვინც ჩამოიყვანა იმის მხრიდან მოხდა შემომთავაზა არ გინდათ გაგაცნო ცოტა მეტი როგორ არ მინდა თქო და ასე მოულოდნელად სასტუმრო ივერიაში საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენციაზე დამიშვეს და შემდეგ როდესაც დამთავრდა უკვე დღევანდელ რედისონში დიახ ძველი სახელი მეც მიყვარს ივერია როდესაც უკვე დამთავრდა ეს პრესკონფერენცია შემდეგ უკვე ასე მეგობრულად როგორც კოლეგიალურად გავესაუბრეთ ერთმანეთს შეუსრულეთ თავისივე ნაწარმოებები ასე ვთქვათ. აი კადრებს ხედავთ აქ. უბრალოდ სოდნოდა რომ ამ ქვეყანაში წავს თაყვანისმცემლები და იყო მისთვის რაღაც გაოცდა ეს რომ გაიგო რომ ამ ქვეყანაშიც ასეთი მრავალრიცხოვანია თაყვანისმცემლების გაოცება ახლა ასე არ შეუცხადებ მაგრამ ველოდა ეს მაინტერესებს. თვითონ ზოგადად პუბლიკას რომ მოწონს და მის კონცერტებზე რომ სავსე დარბაზებია ეს მეტყველებს რომ ხალხს მოწონს მაგრამ კონკრეტულად ვინც დაუკრავდა მის ნაწარმოებს და თქვენი შეხვედრა აკორდეონთან როგორ მოხდა გალიანოს თავი დავანებოთ ბავშვობიდან აი როგორ მოხდა რომ ეს ინსტრუმენტი დედაჩემის დამსახურება ეს ყველაფერი მისი სურვილით დავყავდი ასე ვთქვათ ამ ინსტრუმენტზე დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი შემდეგ კონსერვატორიაში არ არსებობს აკორდეონის კლასი მიმართულება ეს სპეციალობა და მის მერე უკვე ჩემით ვცდილობ რომ რაღაც მოვიპოვო მასალები თან მაშინ არც ეს ინფორმაციული ის არ იყო ინფორმაციის წყარო ისეთი ახლა როგორც ინტერნეტი დღეს რო საშუალება არის მაშინ არ გქონდა და პირველად როდესაც მოვისმინე ეს გალიანოს შესრულებით ნაწარმოებები იმ დღეს მოხდა ჩემი მუსიკალური გარდატეხა და მაშინ მივხვდი რომ ეს მუსიკა იყო ჩემი და უნდა დამეკრა ეს სტილი. რა თქმა უნდა ახლა სხვა სტილსაც უკრავ იქ ქართული ფოლკლორში და ვანიანო გახდი ხო მაგის მე? მეგობრებმა შემარქვეს ეს სახელი, იმიტომ რომ მის გარდა არაფერს არ უსმენდი და არაფერს არ მეცადინეობდი და გალიანოს შეხვედრას რომ დავუბრუნდეთ, გთხოვათ რომ რაიმე ქართული შეგესრულებინოთ, ხომ? როგორც ქართული კომპოზიცია. და რა შეასრულეთ და როგორ მოეწონა, როგორ იყო შეგახსენდა თუშური ალბათ, ხო? არა, თუშური არა, უფრო კლასიკური ნაწარმოები შევასრულე ვიქტორ დოლიძის ოპერიდან. უფრო სწორად, ბოდიში, ზაქარია ფალიაშვილის დაისი. დაისიდან. შეიძლება გთხოვოთ კიდევ ერთი მუსიკალური ნაწარმოები რომ შეგვისრულოთ, რა იქნება ეს მაშინ? შემდეგი ნაწარმოები იქნება ჯაზური სტანდარტია ესეც. ტუც ტილემანსის ბლუზეთი. გენიალური მუსიკოსი აბა მაშინ მზად ვართ რომ დავტკბეთ. კიდევ ერთხელ. ტუჩის გარმონზე ასე ვთქვათ და მართლა საოცარი შემსრულებელი. ამ შემთხვევაში მე მელოდიკაზე შევასრულებ ამ ნაწარმოებს. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით.
გაგვაბედნიერეთ. ესე იგი, ხაზი მინდა გავუსვა, აკორდეონი საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს თბილისის სურ მუსიკაში, ასევე თაში. ჩვენ გვაქვს კიდე გარმონი, რომელიც საერთოდ დიატონიურია და არ აქვს შავი კლავიშები, თუ შური თუ და ციკო გარმონიკო თუ გახსოვთ ესეთი. კი, რა თქმა უნდა. პატარა. და იშვიათია, როდესაც ჯაში გამოიყენება, ну, ჩვენ სივრცეში საქართველოში, მე მგონია, რომ თქვენ მზანდებით, ვინც აკორდეონზე ესე ულამაზესად ასრულებს ჯაზოს სტანდარტებს. და ლამაზი კომპოზიცია იყო და მნიშვნელოვანი ეს ინსტრუმენტი, სადაც აკორდეონის შემთხვევაში ჰაერი შედის მოძრაობით, ამ შემთხვევაში ჰაერი შედის პირიდან და როდესაც სასულე ხდება ინსტრუმენტი, იქ ბიოლოგიური რაღაცა შეგრძნებები ხდება სხვანაირი აბსოლუტურად. და სხვა ხმოვანება აქვს ნამდვილად. თქვენს ბენდზეც უნდა გკითხოთ, კვინტეტზე ასე ვთქვათ, რამდენი ხანია რაც ამ შემადგენლობით ხართ და როგორ და როდის შეიკრიბეთ? ამ შემადგენლობით შევიკრიბეთ ჯაზ კაფე ზინგერის საშუალებით, მათი მესვეურების საშუალებით და ყოველ ოთხშაბათს კაფე ზინგერში შეგიძლიათ მიბრძანდეთ და მიიღო დიდი სიამოვნება. მე დარწმუნებული ვარ, იქ ერთგული მსმენელი ყავთ, იმიტომ რომ ვინც ერთხელ მოისმენს, ის აუცილებლად დაბრუნდება ძალიან ბევრჯერ თქვენ მოსასმენად. რა თქმა უნდა, დაახლოებით ორი თვე ხდება, რაც დავიწყეთ იქ დაკვრა და ასე ყოველ ოთხშაბათს უკრავთ? კი, ყოველ ოთხშაბათს. ჩვენი ბენდის წევრები ბატონი ერიკი ჯანიკიანი ერიკი რა დაგვიჩაგრეთ სოლოს garaში ამ კომპოზიციას? არა, დაუკრა. რატომაც? ეტყობა ჩვენ რო ცეკვავთ. ჩვენ რო ცეკვავთ. ვეღარ მოვიწყდით. იმდენად გამიტაცა ცეკვამ, რომ ესე გამომჩნდა. შესანიშნავი პიანისტი, რომელსაც აქვს დიდი პრაქტიკა და დაუკრია სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებში. არ ვიცი, კარგად და ვიცი, მაპწინვალე მუსიკოსია. ბატონი გიაც ასევე მახარაძე თბილისში და საქართველოში თითქმის ყველა მომღერალთან და მუსიკოსთან აქვს დაკრული. ჩვენს გვაქვს დაკრული ერთი. და ბაჩო ამანათაშვილი პერსპექტიული ახალგაზრდა დასარტყამი ინსტრუმენტების ძალიან გულისხმობა რომ მევიოლინე არის დღეს, მაგრამ ვისაც გინებავთ რომ მოისმინოთ ოთხშაბათს მივზანდით და მოვუსმინოთ. მოვზანდით და დარწმუნებული ვარ ჩვენი სტუმარიც იქნებით. ალბათ ბევრი ისეთი მსმენელი დადის ოთხშაბათობით, რომელიც სწორედ მხოლოდ თქვენი მუსიკის მოსასმენად მოდის, ხო? ყავთ ესეთი ერთგული მსმენელი, რომელსაც ყოველ ოთხშაბათს ხედავთ და ამჩნევთ კი. სხვათა შორის რამოდენიმე სახე უკვე დავიმახსოვრეთ. მომავალში როგორ წარმოგიდგენიათ აი თქვენი? და კონცერტს ვარაპირებთ რა, სოლო კონცერტს. კიდევ უფრო დიდ სივრცეში ვიდრე ვთქვათ ახლა გიწევთ მსმენელთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, ახლა ამით ჩვენ არ შემოვიფარგლებით და გვაქვს ასევე დიდი გეგმები, მთავარი არის მონდომება, მუშაობა და შემდეგ უკვე ეხლა შეგისრულებთ. ეხლა შეგისრულებთ Silveris Song for My Father. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. და მუსიკოსები ემზადებიან, დიდი მადლობა ვუთხრათ სტუდიაში მოგზადებისთვის, წარმატებები. ჩვენ ოთხშაბათს უნდა წავიდეთ. ოთხშაბათი საღამო დაიგეგმა ზინგერში, ვხვდებით ერთმანეთს. ახლა კი გისმენთ.